მუშაობს ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ანა, ნიკა მელიამ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის უკვე იწყებს ბრძოლას მეორე ტურისთვის ეგზიტ პოლის შედეგზე დაყრდნობით. რას ამბობენ ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილები? ჩვენ ველოდებით ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში დამონტაჟებულ სცენაზე პრემიერ-მინისტრის და მისი თანაგუნდელების გამოჩენას მათ უნდა გააკეთონ განცხადებები მედიისთვის იმ შედეგებზე, რომელიც გადაიდება ეგზიტ პოლების მიხედვით, თუმცა მანამდე მინისტრები, რომლებიც მოდიოდნენ აქ შესახვედრად პრემიერთან და თანაგუნდელებთან ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ეს შედეგები და ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ გამარჯვებაში, ამის მიუხედავად ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი არჩევნები შედგა, ჩატარდა ცივილურად მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა დააფიქსირა საარჩევნო ყოლთან, როგორც უკვე აღნიშნე, მინისტრთა კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო საკმაოდ ევროპული და ცივილური არჩევნები უმნიშვნელო დარღვევებით და ამ დარღვევებზე საკმაოდ ადეკვატური და ოპერატიული იყო შესაბამისი უწყებების რეაგირება. რაც შეეხება კითხვას, ედის თუ არა ოცნება მეორე ტურს რიგ რაიონებში, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დაბალი იყო წინა არჩევნებთან შედარებით აქტივობაც და წელევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ კითხვის პასუხად მინისტრთა კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის დაბალი აქტივობა, ისინი მაინც დარწმუნებულები არიან საკუთარ გამარჯვებაში და იმის მიუხედავადაც კი თუ იქნება მეორე ტური რამდენიმე რაიონში, ეს არ იქნება მათთვის ტრაგედია. კარგად ჩაიარა არჩევნებმა და შესაბამისად ახლა 8 საათზე ველოდებით შედეგებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. მე გავხდით ამბროლაურის რაიონში, ბოსტანის არჩევნო უბანზე მივეცი ხმა, სადაც ვარ რეგისტრირებული რეზიდენტით. იქ ყველა უბანზე ასევე ძალიან მშვიდად წარმატებით მიმდინარეობდა არჩევნები. მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდად, კორექტულად, თუ არ ჩავთვლით რაღაც უმნიშვნელო დარღვევებს. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. თუ კი რომელიმე რაიონში ან რაიონებში იქნება მეორე ტური, ამაში არც ცუდი იქნება არაფერი და ბუნებრივია, არც ტრაგედია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ძალიან ნორმალური, კლასიკური, დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელია. მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა უკვე მოსული არის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში, როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ მედიის წარმომადგენლები რჩებით ეზოში, ველოდებით პრემიერ-მინისტრის კანდიდატების და ზოგადად მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოჩენას, ველით იმ განცხადებებს, რომელიც უნდა გაკეთდეს იმ სცენაზე, რომელიც დღეს დილიდან აიწყო ქართული ოცნების ოფისში, თუმცა როდის გამოჩნდებიან ირაკლი ღარიბაშვილი და მისი თანაგუნდელები ჯერჯერობით უცნობია, ასევე დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მთელი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. მე შევახსენებ მაყურებელს ასევე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მთელი დღის განმავლობაში დღეს საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. მადლობა, ეს ანა ბროლაძე იყო. ანა, ჩვენ დაგიბრუნდებით კიდევ და ველოდებით ქართული ოცნების ოფისიდან უახლეს ინფორმაციას. იქნება თუ არა მეორე ტური, ეს არის მთავარი ინტრიგა ამ არჩევნების, შეიძლება ითქვას და ეგზიტ პოლის შედეგის მიხედვით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ამბობს, რომ ის მეორე ტურისთვის იწყებს ბრძოლას, მაგრამ ნახოთ რა შედეგი იქნება, რომელსაც ოფიციალურად დადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ახლა ბურჯანაძე